ვიფიქრე წემაში. ხალხი არ იქნება მოკთი და ყველა მე მიყვარს. ეს ჩემი დაპატების დღეა. გახდი 27 წლის. ეტა საერთოდ ვცნობდი ამას აქვს. არ ვიცი, ვერ ავიქნა 27 წლის. ერელა ბინძ გახდი 27 წლის. ალბათ თქვენს გქონდათ ეს შეგრძნება. ცოტა ის უცნობი. ცნობა მაქვს. ისე პატარა გოგონია ჩვენი ხალხი. არის ხოლმე რომ ცოტა ძალიან სერიოზული რაღაცებში გადავდივარ, მაგრამ გასერიოზულებ რაღაცებს. მაგრამ ახლა ნელ-ნელა სწავლობ იმას, რომ ცოტა მსუბუქად უნდა შეხედო ცხოვრებაში რაღაცებს და სწავლობ მოკლედ. სწავლა სამწუხარები ვარ. როგორ გეკითხოთ? ხო, გადავწყვიტე ბოლო დროს, როცა ვახერხებთ. თუ მოვახერხებთ დილით მირჩევნია. დილით ძალიან სასიამოვნოა. და მთელი დღის განმავლობაში რაღაცნაირად გიქნის შემდეგ ეს განწყობას. სეირნობას გულისხმობთ სიარულს. ეს რეკომენდაცია მოკლედ გავითვალისწინე კი არა გავითავისე და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა გავდივარ გარეთ რომ ვიარო თან რამე საქმე თუ მაქვს აკეთობისას ვაკეთებ ხოლმე მაგრამ მინიმუმ 9 საათი დავდივარ და დღესაც გავიხედე ფანჯარაში დავინახე ჯერ არ წვიმდა მაგრამ თუ რა აპირებდა და ჩაი გავუკეთე ბავშვის რაღაც და მე გამოვიდი ერთი სასარგებლო რამე მაინც გავაკეთე se volontario ახლა და შევეჩვიო რა ადამიანები მიყურებენ ესე რომ დავდივარ ტელეფონით ხელში ხან მერიდება ხოლმე ხან ისეთ განწყობაზე ვარ და ისე ვარ გადართული არ ვაქცევ ყურადღებას ძალიან ბევრს წერ ბოლო დროს შედარებით ბოლო წლებთან შედარებით საერთოდ ვერ წერდი ხოლმე და ძალიან მამშვიდებს და მაბედნიერებს ეს ფაქტი რომ დამიბრუნდა წერის სურვილი ანალიზი მუზები დაბრუნდნენ ეს რა თქმა უნდა შესამჩნევი არის ხოლმე ყველგან და ყველაფერში იმიტომ რომ არც იმდენად აქტიურობა მინდება სოციალურ ქსელში როცა ვწერ ხო ეს იკავებს რაღაცა მნიშვნელოვან რესურსს და დროს და ასევე მავსებს წერა იმით არის კარგი თანიცლები თითქოს შენგან მიდის ეს არ ვიცი ხან სიხარული ხან სევ და რაღაცაში გარდა იქნება რაღაც უფრო მშვენიერში და თან გავსებს ის რომ ამ ყველაფრისგან იცლები ძალიან სასიამოვნო პროცესია არ არის აუცილებელი რაღაცა
ესეთი დააწერო მაინც და წერალი გახდე და რაღაც, მაგრამ თუ გეკითხება და ეს განიჭებს სიამოვნებას და გაბედნიერებს, შენი ცხოვრების რაღაცა შემადგენელი თუ იყო მით უმეტეს ბავშვობი და ეს შენია და არ უნდა დაკარგო და სწორედ იმ ეტაპზე ვარ, როცა ვცდილობ, რომ ისინი ჭიც მაქვს და რასაც დროს არ ვუთმობდი ან ასე ვთქვათ ვუგულებელ ყოფდი, ახლა დავაფასო უფრო და მეუნელა, ასე ვთქვათ, შემოვიტანო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, რაც ჩემია და ჩემთვის ამ ცხოვრების შემადგენელი არის, მნიშვნელოვანი შემადგენელი. აი რა მენატრება. ახლა ვერ წავალ უბრალოდ იკვიძეში და აქ სხვანაირად მზერად სხვანაირი ხდება. იოცავლიკუნა დაბადებას დღეს. როგორც ჩაიფიქრე, ისე უნდა მოახდინო ყველაფერი. აბა შენ იცი. სიმწვანე ფერიც ძალიან მიყვარს მაგაც. ძალიან. არასდროს არ ვამბობდი, რომ აი მწვანე ფერი მიყვარს, არ ვიცი რატომ, სულ ვამბობდი, რომ მიყვარს წითელი. ნუ ახლა წითელი ჩემი ფერი არის ნამდვილად, მაგრამ მწვანე ფერი, ანუ სიმწვანე მიყვარს და არასოდეს არ მიფიქრია ისე, რომ აი სიმწვანე რომ მიყვარს, ესე იგი მწვანე ფერიც მიყვარს. რაღაცნაირად მიყვარს. და დაიწყო წელი. ცოტა რო გაგაწევი. მოიცოდეთ. ასე ბოლომდე მივდივარ. მე მოვბრუნდები უკან. ტელეფონი თამისურდა. არ ვიცი. თუ ძალიან ისე იქნება უსუფთავად და რაღაც ვიდეო, მაშინ ვეცდები რომ დავაკორექტირა. ცოტა ვისაუბრე და ახლა უბრალოდ დუვალეთ, ბედნიერ პრესკისურეთ. ადამიანებთან